სტუდენტებმა საპროტესტო აქციების ორგანიზებისთვის საკოორდინაციო საბჭო ჩამოაყალიბეს. მათი თქმით, 10-მდე სტუდენტური ორგანიზაციის წარმომადგენელი სამომავლო გეგმებს შეიმუშავებს და საზოგადოებას უახლოეს მომავალში გააცნობს. სტუდენტებს კონსულტაციებს სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებიც გაუწევენ, თუმცა ახალგაზრდების მთავარი მოთხოვნაა, რომ საკოორდინაციო საბჭოს ყველა წევრი აპოლიტიკური იყოს. და ყველას თავის ფაქტია რა. ესე იგი ეს აქ არიან ნუ აქ არის ეხა მიდის განხილვა სხვადასხვა სტუდენტური ორგანიზაციების გაერთიანებასთან დაკავშირებით იმისათვის რომ იყოს შემუშავებული საერთო სამოქმედო გეგმა, ანუ აქ საუბარი არის ესე იგი შემდგომ ეს საპროტესტო აქცია იქნება, თუ შეხვედრები იქნება, ესე იგი სხვადასხვა სახელმწიფო თუ ადმინისტრაციო ამ შემთხვევაში ორგანოებთან. 10-მდე სტუდენტური მოძრაობა არის წარმოდგენილი, რომელთა ორგანიზატორებიც ერთად შევიკრიბებით და შემდგომ გეგმებზე გადაწყვეტილებას მივიღებთ ერთად. თანასწორი იქნება ყველას უფლებები, ყველას აზრი გათვალისწინებული იქნება.